ჩვენი მოგზაურობა საჩხერეში გრძელდება. აქ მრავლადაა აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა მუზეუმშია მოთავსებული. აქ არსებული სხვადასხვა პერიოდის ძეგლები ცივილიზაციის უწყვეტ კვალს გვიჩვენებს. დღეს სწორედ რამდენიმე ასეთ ადგილს და მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ვესტუმრებით. მოვედით საირხეში და საირხე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქი საქართველოში. ის მოხსენებულია ქალაქად ჯერ კიდევ მე-6 საუკუნეში წელთაღრიცხვამდე და იყო კოლხეთის სკეპტუხის ცენტრი. ანუ ეს სკეპტუხი არის ადმინისტრაციული ერთეული და კოლხეთი დაყოფილი იყო 8 ადმინისტრაციულ ერთეულად. და ერთ-ერთის ცენტრი იყო სწორედ საირხე ან სარიკე ან სარიხე. სხვადასხვანაირად იხსენიება, სხვათა შორის მოხსენებული გახლავთ რომაელი ისტორიკოსების ნაშრომებშიც. აქედან გამომდინარე, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ არსებობდა საკმაოდ დიდი და მძლავრი ქალაქი, რომელიც 15 ბორცვზე იყო გაშენებული და დაახლოებით ვანის მნიშვნელობა ჰქონდა. აი აქ ძალიან კარგად ჩანს, ძალიან წააგავს ვანის არქეოლოგიურ გათხრებს, ზუსტად აი მსგავსი ტიპის ნაგებობებია. აქ აღმოჩენილია 24 სამარხი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა შემთხვევით მოხდა ისტორიის მასწავლებელმა გელბახიანმა, შემთხვევით ნახა ლომის თავი, რომელიც აჩვენა არქეოლოგს და ამის შემდეგ მოხდა დაინტერესება, მაგრამ სხვათა შორის მანამდე ამ ადგილს ყურადღება მიაქცია ექვთიმე თაყაიშვილმა, მაგრამ არქეოლოგიური გათხრები აი ამ მიმართულებით არ მომხდარა. საირხე იყო ძალიან მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ცენტრი, მაგრამ როდესაც არ გვეთიხდება ფარნავაზის, ანუ ფარნავაზი იკავებს ამ ტერიტორიას და არსებს ქალაქ შორაპანს, უпроსტად ციხე შორაპანს, საირხე ნენელა კარგავს ფუნქციას და უკვე სადღაც პირველ საუკუნეში ხდება როგორც ჩვეულებრივი დასახლებული პუნქტი. დღეს თვითონ სოფელს აქვს ტერიტორია ძირითადად დაკავებული და მე ვფიქრობ, რომ თუ აქ გაგრძელდება არქეოლოგიური გათხრები, ძალიან ბევრი საინტერესო რამის ნახვა არის შესაძლებელი. სავაჭრო გზები სწორედ აი ამ ტერიტორიაზე რომ გადიოდა, ჩვენს ტერიტორიაზე, თუნდაც საირხე, რას ნიშნავს საირხისში მოპოვებული ის განსაკუთრებულად ოქროს არტეფაქტები, რომელსაც ანალოგი თუ მიახლოებით მეცნიერებს უნდა დავუჯეროთ მკვლევარებს, რომ მართალია ვანის ოქრო არის ნამდვილად კოლხური, მაგრამ რომ კოლხურია, ამაზე ბეჭედ დასმული დასტური გახლავთ საირხის მონაპოვარი. საქართველოში ძალიან ბევრი ისეთი ადგილი გვაქვს, სადაც სამკურნალო წყლები არის და ერთ-ერთი მათგანი არის საჩხერის რაიონში სოფელი კვერეთი, რომელიც გამორჩეული იყო თავის დროზე წყლებით. მივაგენით იმ ადგილს, სადაც იყო აშენებული გერმანელების მიერ, როგორც ალექსანდრე მახსენა ეს შენობები, მაგრამ აღარ არის. მაგრები ვართ განადგურებაში, 80-იან წლებში აქ იყო კურორტი. და აი აქედან ჩანს კიდეც, ნახეთ როგორი დამბაა გაკეთებული. აი ეს მთის მდინარე დაგუბებული იყო, ნავებით სეირნობდნენ. მოკლედ გარშემო ხო ფანტასტიკური კურორტია. აი აქ ის იქით ქვევით არის საბაგირო. საბაგირო ადიოდა, წარმოიდგინეთ, აი იქ ზემოთ ყოფილა ტაძარი და იქ ადიოდა საბაგირო. 62 წელს იყო დადასტურებით, რომ 62 წელს უკვე იყო სურათი არსებობს, თორე საბაგირო 58-ში ხო?